საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერშია. დღეს ახალ ამბებს მე თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ ვნახოთ ანონსი. კიდევ ერთი კრიმინალური შემთხვევა გურჯაანში. თავისუფლების ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ესროლეს. გავიგერო იყო გასტროლა და ესროლეს საპატრულო ეკიპაჟს. ვალერი შოშიაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის გათავისუფლებას ითხოვს. რა მიზეზი აქვს ბურჯანაძის თანაპარტიელს და რას პასუხობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა მოუწოდო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ თავის დროზე გადააყენოს არაპროფესიონალი გურჯაანის პოლიციის უფროსი. სოფლის პროგრამები ყვარლის მუნიციპალიტეტში, მოთხოვნები და მოლოდინები. რა პრიორიტეტები აქვს მოსახლეობას? დენახში ერთ წავსულად იგეთი ორმოებია რომ შიგ ტრაქტორები ვარდება. ამბობენ ბიუჯეტი და ნამდენი გამოიყო ამდენი, მაგრამ აბა რა ვიცი, რასაკეთებენ სოფლისთვის მე არ ვიცი. საჯარო მოხელეთა ხელახალი კონკურსები თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. 42 ვაკანტურ ადგილზე სულ გამშემოსულია 824 განაცხადი. უჩას სკვერი, უფასო Wi-Fi და ვიდეო კონტროლი ჩუმლახში. ვინდა რატომ დაარქვა სკვერს ეს სახელი და როგორ ზრუნავს ახალგაზრდა თანასოფლელებზე. კარგი იქნება თუ კიდევ დამეხმარებიან რომ ეს გავაფართოა ჩემი გეგმები დავანახორციელო. გამოავლინე უმკურნალე განკურნემ 2015 წლის მთავარი გზავნილი და ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში. საქართველო რა თქმა უნდა მხარს უჭერს ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს. ეთერშია მთავარი საინფორმაციო გამოშვება. კიდევ ერთი კრიმინალური შემთხვევა გურჯაანში. თავისუფლების ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ესროლეს. შემთხვევა გამთენიისას ავტომობილების გაზ-გასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით საპატრულო ეკიპაჟის მისამართით გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ავტომობილს კი მინები აქვს ჩამსხვრეული. სამართალდამცავებმა გაზ-გასამართი სადგურის თანამშრომლები უკვე დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 190 ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. გავიგერო იყო გასტროლა და ესროლეს საპატრულო ეკიპაჟს. დანარჩენი არაფერი. პოლიცია მოვიდა, შეამოწმა წუხანდელი, მაგრამ არ ვიცი რა აღმოაჩინეს, ამოიწერეს მანქანის ნომრები, დანარჩენი არ ვიცი, არაფერი, არანაირი ინფორმაცია არ გამოჩნია. მე უკვე გურჯაანის პოლიციაში ვიყავი დღესდილას დამებარეს, იქიდან გამომდინარე რომ აქ მუშაობ. მე დასვენების საათები როცა მქონდა მან დროს მოხდა რაღაცა რომ გავიღვიძე მე ერთ-ერთმა თანამშრომლმა შემატყობინა რომ ესეც რაღაც მოხდა. ტოპი ესროლეს მანქანაზე. სწორედ კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესების გამო მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გურჯაანის პოლიციის უფროსის გიორგი კრაწაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალერი შოშიაშვილი. მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც კრაწაშვილი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა, რაიონში კრიმინალური ვითარება შემაშფოთებელია. მან ჟურნალისტებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო, რომელიც ბოლო 7 თვის მდგომარეობას ასახავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გურჯაანის რაიონში კრიმინალური შემთხვევების მატებას არ ადასტურებენ. განარა დამსახურება აქვს დღევანდელ გურჯაანის პოლიციის უფროს ბატონ თამაზაშვილთან, პრემიერ-მინისტრის სიმავთან, რომ ის არის შეუცვლელი და ისიც არ იყო საფუძვლად იმისა, რომ გაქცეული პატიმრებს ეძებდა მთელი საქართველო, როდესაც გურჯაანის რაიონიდან გაიქცა პატიმარი. მინდა მოუწოდო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ თავის დროზე გადააყენოს არაპროფესიონალი გურჯაანის პოლიციის უფროსი ბატონი გიორგი კრაწაშვილი და აღნიშნულ თანამდებობაზე მოიყვანოს ისეთი ადამიანი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას გურჯაანში შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით. სოფლებში მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა თითქმის დასრულებულია. წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემების მოსაგვარებლად 548,000 ლარი დაიხარჯება. აქედან სოფლების უმრავლესობაში ძირითადად სანიაღვრე არხების მოწყობა და შიდა საუბნო გზების შეკეთება სურთ. თუმცა მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ სამუშაოები ხარისხიანად ამჯერად მაინც ჩატარდეს, რადგან ყოველწლიურად დახარჯული თანხების მიუხედავად პრობლემები მაინც არ გვარდება. ვერაიაშვილის სიუჟეტი ყვარლიდან. სანიაღვრე არხები გვინდა წყალი ძალიან გვარწუხებს, წვიმები ძირი წვიმი რომ არის.
კიდევ რა გამოელეს სოფლის გზები, პირველ რიგში ჩვენ სოფლის გზები არ ხავდა. სანიაღვრე არხების მოწყობაში და საუბნო გზების გაკეთება და სასოფლო სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზა. ეს ის მთავარი პრობლემებია, რომელიც გავაზის მოსახლეობას აწუხებს 1700 კომლიან სოფელში ცენტრალური გზის გარდა ყველა უბანში ასეთი მდგომარეობა და მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაც სწორედ გზების გაკეთება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან გასულ წელს უბნების განათება და ინტერნეტი გააკეთეს. წელს კი სოფლისთვის 50,000 ლარია გამოყოფილი. სკოლიდან ბავშვების ტალახიანი ემბიდიან სკოლაში უნიკალური სკოლა გვაქვს აშენებული და ბალღე ემბიდიან და ფეხი უსველდებათ. მოასფალტება უნდა შემოგარენს მაინც. დიდი პრობლემა კიდე გვაქვს ჩვენ უბანში აი ამ მოსახლეობას. გავაზი წყალში ვიხშობით, ყველა მისი წყლიანი სოფელია ის და აი ეგ შვენიერი ადგილი ტერიტორია გვაქვს, წყლის დაბურვა გვინდა და ვერ გისქვიქნი. აი თუ მაგას პატრიოტებენ და გაკეთებენ, დიდი მადლობა დავრჩებით. უნდა მოიხრეშოს ისა გზები, რომ მაშინ ვენახებში შესასვლელი გზაც ისა გაკეთდეს, რომ შევიდნენ თავიანთ საკუთარ მამულებში და დაამუშავონ ის მამულები და იგრე სოფლის გზებით შეკეთდეს, რომ ხალხმა და ტრანსპორტმა იმოდროს. ყოველ წელს იხარჯება ეს გამოგზავნილი თანხები, ამბობენ ბიუჯეტიდან ამდენი გამოიყო, ამდენი, მაგრამ აბა რა ვიცი, რას აკეთებენ სოფლისთვის მე არ ვიცი. აუცილებელია გზებიც, იმიტომ რომ ხალხი თანამედროვე ცხოვრებაში დასული ფესაცმელი და ტანსაცმელი ცერული წოდვა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 36,000 ლარი დაიხარჯება ჭიკაანში. სოფელში პრიორიტეტი შიდა საუბნო გზები და სანიაღვრე არხებია. საკმარისი თანხის შემთხვევაში კი კულტურის ცენტრის გარე ფასადის და ამბულატორიის გარემონტებაც სურთ. ჭიკაანში სოფლის კრება უკვე ჩატარდა და მოსახლეობამ შეხვედრაზე ეს საკითხები დააყენა, თუმცა ამჯერად მათი კატეგორიული მოთხოვნაა სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. გზები გვინდა, აბა ვაი არ გვინდა თელი ვენახში ერთწავსულად იგეთი ორმოებია რომ შიგ ტრაქტორები ვარდება. უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან ფული რომ მოვიდეს ვინმე და იმაგ დაგვეხმარო გზები არის გასაკეთებელი თუ გამოიყოფა და დაგვეხმარები დიდი მადლობები დავრჩები ჩვენი ის სოფელი და ექიმი არა ყავს იმას რა ქვია სოფელს ამბულატორია არის გასაკეთებელი. გზები და ეხლა რა ვიცი ყველაფერი გასაკეთებელია კლუბი ჩამონგრევაზედაც არის ესერად გააკეთონ თუ აკეთებენ იქ მან გაკეთება რო გააკეთეს და მიანებეს ნახევარი გაკეთებული. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულებულია. ყვარლის გამგებლის მოადგილის ქეთევან ზაუტაშვილის ინფორმაციით გამოყოფილი თანხა ყველა სოფელს მიზან მიმართულად მოხმარდება. ჩვენ ჩასულები ვიყავით თითოეულ სოფელში, სოფლის კრებების ფარგლებში შევხვდით სოფლის მოსახლეობას და გამოვავლინეთ ის პრიორიტეტები, უпростоრად მოსახლეობამ გამოვავლინა პრიორიტეტები. რაც შეეხება სოფელ ჭიკაანს, მოსახლეობის მხრიდან გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტები, ეს არის სასმელი და სარწყავი წყლის ჭაბურღილების რეაბილიტაცია და ასევე კულტურის სახლის ფასადის შერემონტება. ხოლო სოფელი გავაზისთვის მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი პრიორიტეტები იყო სასმელი წყლის ქსელის მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში ყვარლის სოფლებისთვის სულ 548,000 ლარია გამოყოფილი. აქცია მირზაანში სოფელში მცხოვრები 20-მდე ოჯახის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დახმარებების უსამართლოდ მოხსნაზე საუბრობს. მათ საპროტესტო აქცია სოფლის ცენტრში გამართეს და სააგენტო გულგრილობაში დაადანაშაულეს. მირზაანელები სოციალური დახმარებების აღდგენას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის და აქციების დაწყებით ემუქრებიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლის წყაროს რაიონული სერვის ცენტრში მოსახლეობის ბრალდებებს არ იზიარებენ. ზურაბ-ზურაშვილი დამაიმადებელ პროგნოზს იძლევა და ქულათა დაჯამების ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ოჯახებს ხელახალ გადამოწმებას პირდება. იგეთებს აქვს დახმარება, ბანკანებიც აქვს, მეტალოპლასტმასებიც აქვს ჩასმული, მე კიდე დაბლა შიგნით მაღლა ოთახში ხალი ჩამოხსენი და დავაგდე იმიგამ რომ პოლი არის უკვე ჩანგრევაზე. შემამოწმონ ერთი რიგამო არ მაძლევენ დახმარება. 8 სული ვართ ოჯახში, 2 პატარა უსუსურია, 1 8-ისა, 1 2 წლისა. მე დასამარხი, 2 ობოლი. სახლჭარი ზეძგვენგრევა, რაზე მომიხსნე, ცხადაც რო ხამყავ, ჯიპი მყავ, მერსედესი მყავ თუ რა. ძალიან ხშირი შემთხვევა, მით უმეტეს კიდე ამ სოფელში, რომ მართლა ვინც გაჭირვებული არის, იმას არ აქვს დახმარება და ვისაც აქვს სახლში შეძენილი ახალი ვეში,
ძველი თაობის თუ ცოტა თანამედროვე თაობის ნაყიდის სარეცხის მანქანა მაცივარი და სულ ყველაფრით უზრუნველყოფილები არიან, ზუსტად იმას აქვს დახმარება. ჩვენ მოქმედებს სოციალ-მოსახლეობის სააგენტოს კონკრეტული პროცედურებით, რაც არის გათვალისწინებული და შესაბამისად ქულების გადათვლა ხდება სპეციალური პროგრამით, რომელიც შესაბამისად თუ დაითვლის მაღალ ქულას მიმღები ვერ ხდება ეს კონკრეტული ოჯახი. საჯარო მოხელეთა ხელახალი კონკურსები თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. 42 ვაკანტურ ადგილზე სულ გამშემოსულია 824 განაცხადი. უჩას სკვერი, უფასო Wi-Fi და ვიდეო კონტროლი ჩუმლახში. ვინდა რატომ დაარქვა სკვერს ეს სახელი და როგორ ზრუნავს ახალგაზრდა თანასოფლელებზე. კარგი იქნება თუ კიდევ დამეხმარებიან რომ ეს გავაფართოა ჩემი გეგმები დავანახორციელო. გამოავლინე უმკურნალე განკურნე 2015 წლის მთავარი გზავნილი და ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში. საქართველო რა თქმა უნდა მხარს უჭერს ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს. საჯარო მოხელეთა ხელახალი კონკურსი თელავის მუნიციპალიტეტში. დასაქმების მსურველი ისევ ბევრია. 42 ვაკანსიაზე საკონკურსო საატესტაციო კომისიას 824 განაცხადის განხილვა და გადარჩევა მოუწევს. გამგეობის ადმინისტრაციაში ტესტირების ჩატარების ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებენ. თუმცა სამსახურის უფროსის ნინო აფციაურის განმარტებით კონკურსანტები კონკურსის მეორე ეტაპს აპრილის შუა რიცხვებში გაივლიან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადარჩევის ეტაპი, ანუ სულ შედგება 3 ეტაპისგან, ეს არის განაცხადების გადარჩევა, ტესტირება და შემდეგ გასაუბრების ეტაპი. ამ ეტაპზე ვართ გადარჩევის ეტაპზე და სავარაუდოდ ტესტირება ჩატარდება აპრილის შუა რიცხვებში. ამ ეტაპზე თარიღს ვერ დავადასტურებ. 42 ვაკანტურ ადგილზე სულ გამშემოსულია 824 განაცხადი. ხელახალი კონკურსი ჩატარდება ყვარელშიც, აქ 24 ვაკანსიაზე განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. დაინტერესებულ კანდიდატებს სპეციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირება 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეუძლიათ. გამოცდის მეორე ეტაპი, ანუ ტესტირება 7 აპრილს ჩატარდება. ვაკანსიები ძირითადად სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გამგებლის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისთვისაა დარჩენილი. უკვე ატვირთულია HR.gov.ზე განცხადება და შესაბამისად მსურველებს შეუძლიათ უკვე დარეგისტრირდნენ. საკრებულოს ვაკანსია ამჯერად არ გვაქვს, ეს არის გამგეობის ვაკანსია, ვაკანსიები. ძირითადად არის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებზე, ასევე ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტებზე ტერიტორიულ ერთეულებში და ასევე გამგეობის სხვა სამსახურებში მთავარ სპეციალისტებზე. უჩას სკვერი, უფასო Wi-Fi და ვიდეო კონტროლი ჩუმლახში. მაშინ როცა ხელისუფლება ახალგაზრდებს გასართობ საშუალებებს ვერ სთავაზობს. 25 წლის უჩაქემაშვილმა თანასოფლელებს სკვერი საკუთარი ხელით მოუწყო და ახლა მის გაფართოებაზე ფიქრობს, თუმცა ამისთვის თანხები ჯერჯერობით არ აქვს. მოტივირებული ახალგაზრდა აქ წიგნების განთავსებასაც გეგმავს. ამ ეტაპზე კი შეკრებილებს ინტერნეტის სარგებლობა შეუძლიათ. უჩას სკვერში არც უსაფრთხოების ზომებია დავიწყებული. ჩუმლაყელი ახალგაზრდის საინტერესო იდეის შესახებ ნინო სამიაშვილი მოგიყვებათ. მე ახლა ვიმყოფებით ჩუმლახში უჩას სკვერში. ეს არის სოფელში ერთადერთი ადგილი, სადაც მოხვდათ, დაისვენებთ და ასევე თქვენ აქ შეგიძლიათ სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტით უფასოდ ისარგებლოთ. ჩვენ ვიმყოფებით უჩას სკვერში, სადაც არის ჩართული უფასო ინტერნეტი, Wi-Fi. აქ ახალგაზრდობა მოდის, ისვენებს, შედიან ნოუთბუქებით, ტელეფონებით. 25 წლის ჩუმლაყელმა უჩამ თავისი სახლის წინ ახალგაზრდებს ეს სკვერი საკუთარი ხელით მოუწყო. სახელი შეურჩია, უფასო ინტერნეტი ჩაურთო და ჩუმლაყელ ახალგაზრდებს ნებისმიერ დროს ეპატიჟება. მუსიკალური გაფორმებისთვის ჯერჯერობით ტექნიკა არ აქვს, თუმცა ამას ინტერნეტით ახერხებენ. უჩა ქემაშვილს სურს, რომ აქ ახალგაზრდები ისე გაერთონ, რომ ქალაქში წასვლის სურვილი აღარ გაუჩნდეთ. ქალაქში მიდიან, გართობა რო არ არის სოფელში და მინდა რომ ახალგაზრდობა არ წავიდეს ქალაქში და სოფელში დარჩნენ და აქ იყვნენ და აქ გქონდეთ რამე გასართობის საშუალება. მე ხშირად მოვდივარ, ძალიან კარგი გარემოა, შევდივარ ინტერნეტში, Wi-Fi-ს ვიჭერე აქ.
აქ შეკრებილები ჩუმლახში მომხდარ ახალ ამბებსაც იგებენ. სიახლეები ამ დაფაზე ქვეყნდება. უჩა ქემაშულმა უსაფრთხოების ზომებიც გაითვალისწინა და უჩა სკვერში ვიდეო თვალი დაამონტაჟა. ამის საშუალებით დასალევად შეკრებილ ახალგაზრდებს განსაკუთრებით მკაცრად აკონტროლებს. ვიდეო კონტროლი ზოგადად აქ რამე ისეთი არ მოხდეს. რა ვიცი, აქ ზაფხულობით ალკოჰოლურ სასმელებსაც მიირთმევენ პივა და ასე შემდეგ და რამე ის არ მოხდეს. სიგარეტის მოწევა შეიძლება, მაგრამ თქო ვინც აქ ისარგებლებს ჩემის კვერეთს, რომ ძირს ნუ დაყრიან და არის ნაგვის ურნა და ჩაყარონ იქ. არამწეველებს რას შესთავაზებთ? არამწეველებს მოუძალნე ყავა და ასე შემდეგ, რა ვიცი, რამე რითაც შემიძლია გამომასპინძლებ. ახალგაზრდებს სკვერის გაფართოება უნდა, თუმცა უმუშევრად დარჩენენ. უჩას ჯერჯერობით ამის საშუალება არ აქვს. სურს რომ წიგნებით შეიძინოს და უფრო მეტი ახალგაზრდა მოიზიდოს, თუმცა აქ ადგილი მხოლოდ 6-8 ადამიანისთვისაა. ყველანაირად ვერთობით თან ხალხის დადის აკეთებით ერთმანეთს ესალმებით. და ძალიან გამიხარდება მაგალითად თუ გაფართოვდება ეს ადგილი და გამწვანდება უფრო მეტად. და უფრო რაღაც ხალხს შეემატება სოფელს. ახალგაზრდების არ არის გასართობი ელემენტარული ესეც სკვერები, აკლია სოფელს. მაგალითად შეიძლება გაკეთდეს სტადიონი, რამე გასართობი ცენტრი ჩოქბურთის, იგივე ფრენბურთის. წიგნებსაც შევთავაზებდი აქ მოსულ ახალგაზრდებს და ასე შემდეგ რაღაც კიდე იმით რომ დაფინანსება მინდა. ნუ თავრობამ და იმიტომ რომ მე უმუშევარი ვარ, როცა მუშაობდი ჩემით ვაკეთებდი. აქავრელი თინეიჯერები ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვენ, რომ ზაფხულამდე სკვერის გაფართოებაში ხელი შეუწყონ. მათი ინფორმაციით ზაფხულში აქ უცხოელი ტურისტებიც ხშირად ჩერდებოდნენ. და როგორც ჩანს, უჩას სკვერი პოპულარული მხოლოდ ახალგაზრდებში არაა. გამოავლინე უმკურნალე განკურნე ტუბერკულოზი. 2015 წლის მთავარი გზავნილი და ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ გურჯაანში სტატისტიკა საგანგაშო არ არის დაავადება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ისევ წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ წამყვან პრობლემას. მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია მოხდეს პოლიტიკური და სოციალური ვალდებულებების მობილიზაცია. ტუბერკულოზის როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტვირთის აღმოსაფხრელად დღევანდელი დღეც კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას, ვისაც გააჩნია ვალდებულებები, არავინ არ დარჩეს დავიწყებული და მიტოვებული ტუბერკულოზთან ბრძოლაში. საქართველო, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს და ტუბერკულოზის ბრძოლის ღონისძიებებს. ეს ერთგვარად ვლინდება გარკვეული პროექტების და პროგრამების მხარდაჭერის გზით. ამ მხრივ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სწორედაც ტუბერკულოზის მკურნალობა და დიაგნოსტიკა ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასოა. 2014 წელს ჰქონდა 5 MGB დადებითი შემთხვევა, მაგრამ მიმდინარე წელს გვაქვს უკვე 4 MGB დადებითი შემთხვევა. საერთოდ საქართველოს ითვლება ტუბერკულოზის მხრივ მეტად გავრცელებული დაავადება. ტუბერკულოზი უფრო მეტადაა გავრცელებული საქართველოში, იმიტომ რომ განვითარებად ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, სადაც კვება მოშლილია, სადაც იმუნური სისტემა დაბალია მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, ტუბერკულოზი უფრო ადვილად ვრცელდება. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგაცნობთ. საქართველოს ABRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის ემზადება. თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებამდე თქვენ იცით რომ 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა თბილისში. თბილისის აეროპორტში კანონიერი ქურდი დააკავეს. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონის გარეთ ვითარდებოდა. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით ფინანსთა სამინისტროში ABRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა საქართველოს მთავრობისა და ABRD-ის ორგანიზებით დედაქალაქში უკვე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოები განიხილეს. ორ თვეზე ნაკლები დრო დარჩა თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებამდე. თქვენ იცით რომ 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა თბილისში, 2000-მდე ბიზნესმენი. საქართველოში შეიქმნება ყველა გარემო იმისათვის, რომ მათ აქონდეთ მუშაობის შეხვედრების კარგი შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეალურად თბილისი გახდება ევროპული ბიზნესის ცენტრი. თბილისის მერია უზრუნველყოფს ღონისძიების ჩატარების ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ჩართული იქნება საპროტოკოლო და სხვა სახის
ღონისძიებებში. გარდა ამისა, ჩვენ ფორუმში მივიღებთ მონაწილეობა, სადაც დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის და შესაძლებლობების შესახებ გაკეთდება პრეზენტაცია და ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხში, როგორც მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქი ვიქნებით აქტიურად ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიზანმიმართული კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმოს, რითაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება მოხდება. ეს იქნება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საინვესტიციო გარემო და მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეხვედრის ფარგლებში გაიმართება მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო ფორუმი, სადაც მოხდება იმ კონკურენტუნარიანი გარემოებების და პირობების წარმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ასევე მოხდება ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ჩვენ კონკრეტულად რამოდენიმე ესე ვთქვათ მიმართულების პრეზენტაციაზე ვისაუბრებთ და ასევე იქნება ცალკე შეხვედრის შემდგომ დაგეგმილი ტურები, რითაც ეს 2000 კომპანია უკვე საქართველოს რეგიონებს ეწევა და რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის წარმოჩენა. დღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დოკუმენტს ხელი 21 აპრილს მოეწერება და პროექტი ხელმოწერიდან უახლოეს დღეებში ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრმა პროექტის ელიმინაციის ფარგლებში პაციენტთა და საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ის პაციენტები, ვინც დაიწყებენ მკურნალობას და ზოგადად C ჰეპატიტის მქონე პაციენტები ძალიან კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და გაცნობიერებული უნდა ქონდეთ იმის შესახებ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა გაიგეს რა ამ მოსალოდნელი პროექტის შესახებ, იმ რეჟიმს საერთოდ თავი დაანებეს თავის მოვლას და ხაზი მინდა გაუსვა ყოველგვარი დრამატიზირების გარეშე, რომ კატეგორიულად მიუღებელია და ესეთი მათი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი არის ფატალური მიდგომა, ძალიან დიდი რისკების შემცველი. დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1978 წელს დაბადებული ლევან მარღია კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღიარებს ქურდულ სამყაროს და გარკვეული პერიოდიდან მისი წესების დაცვით ცხოვრობს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლევან მარღია დავაკავეთ, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა. დაკავებული აღიარებს ქურდულ სამყაროს და მისი წესების დაცვით ცხოვრობს. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვევანდელთა ახალი ნაკადი მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე 242 ახალწოულმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ახალწოულებმა ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ღონისძიების დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილმა დემობილიზაციაში გასულ ვადიანი სამხედროს მოსამსახურეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში გამოჩენილი მამაცობისა და საბრძოლო ღირსების დაცვისთვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში 252 ახალწოულმა მოახდინეს საზეიმო ვითარებაში ფიცის მიღება. დეპარტამენტი ულოცავს ახალწოულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში ჩარიცხვის. ჩაურიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველ სამმართველოში აღნიშნულ დანაყოფში გაუვილი ერთწლიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რაც საშუალებას მომცემს მემსახურო ჩემს სამშობლოს. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. ცალხელა სპორტსმენის ხვებისთვის მაგალითის მიმცემია. სოფლიოს ყველაზე დიდი გამოქვაბული. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ევრონიუსის ცნობით საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა. მისივე თქმით, კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. განცხადება, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ვერც ერთი მგზავრი ვერ გადარჩებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც გააკეთა. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ადასტურებს.
საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა გერმანიისგან რეპარაციის მოთხოვნაზე უარი თქვა. აქამდე საბერძნეთის ახალი ხელისუფლება გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მესამე რაიხის მიერ ბალკანეთის ოკუპაციისათვის კომპენსაციას ითხოვდა. ციპრასმა პოზიციის შეცვლის თაობაზე ბერლინში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ევროპულ დონეზე საბერძნეთის ფინანსური კრიზისის დაძლევის მცდელობასთან რეპარაციის თემა შეუთავსებელია. პერუში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. ავტობუსს, რომელსაც ქრისტიანული ორგანიზაცია მსოფლიო მისიონერული მოძრაობის დელეგაცია გადაჰყავდა, საპირისპირო ზოლზე 3 მანქანა დაეჯახა. წინასწარი გამოძიების მიხედვით მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა. მსგავსი ავტოსაგზაო შემთხვევები პერუში ხშირია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 2010 წელს ავარიების შედეგად 2514 ადამიანი დაიღუპა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც უცნაურმა ბლოგმა გაავრცელა. ლუკ ერიქსონი მარცხენა ხელის გარეშე დაიბადა, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ გამხდარიყო წარმატებული სპორტსმენი. ის ყოველდღე მიდის სპორტ დარბაზში და აკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც ერთი ხელით შეიძლება. და დამეთანხმებით ამ ყველაფერს დიდი მონდომება, ფიზიკურ, ფსიქოლოგიური სიძლიერე და мотивация სჭირდება. ყველაზე დიდი გამოქვაბული, რომელიც ადგილობრივმა ფერმერებმა 1991 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს, ვიეტნამის ეროვნულ პარკში მდებარეობს. 2009 წელს კი გამოქვაბული ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა თავიდან აღმოაჩინა და მის გამოკვლევას შეუდგა. ასე შეიტყო მსოფლიომ 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის და 150 მეტრის სიმაღლის მიწისქვეშა სამოთხე. მკვლევართა ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა მღვიმის აღმოჩენის შესახებ და განაცხადა, რომ სონგდონგი პლანეტაზე ყველაზე დიდი გამოქვაბულია. ჯენიფერ ლოპესის ახალი კლიპი სოციალურ ქსელს იპყრობს. გამოშვებაში ასევე ნახავთ. 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისი 19 წლამდელთა ელიტ რაუნდის მატჩებს უმასპინძლებს. ახლა კი ინფორმაცია კულტურისა და სპორტის შესახებ. ჯენიფერ ლოპესმა სიმღერაზე, რომელიც ანიმაციური ფილმის საუნდტრეკია, კლიპი გადაიღო. ვიდეო იმდენად შთამბეჭდავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებიდან სულ მოკლე დროში მილიონობით მნახველი ჰყავს. ვიდეომ კრიტიკოსებისა და მუსიკათ მცოდნეების მოწონებაც კი დაიმსახურა. სარაგბო სეზონის დასრულებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა, თუმცა კლუბები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ ხელშეკრულებით ტულონში კიდევ 2 წელიწადი უნდა ითამაშოს, თუმცა მას თანამშრომლობას ინგლისური კლუბები სთავაზობენ. კიდევ ერთი ქართველი, რომლითაც ბრიტანელები დაინტერესდნენ, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილია. 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისი 19 წლამდელთა ელიტ რაუნდის მატჩებს უმასპინძლებს. ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის სახით საქართველოს ნაკრებს სერიოზული მეტოქეები ხვდა წილად. გუშინ დევდარიანის გუნდი თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში გაემგზავრა. თურქულ შეკრებაზე ქართველები პოლონელ თანატოლებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება კი ამით დასრულდა, ნახვამდის.